და მე ამასინათ რომელიღაც არცე იყო და ითქვა რომ არჩევნები ჩდება 20 მილიონი პლუს 20 მილიონი 40 მილიონი ჩვენაც ვთვლით მინიმუმ ჩდება მილიარდი ნახევარი ლარი თუ თქვენ მზად ხართ ახლა მილიარდი ნახევარი ლარი დახარჯეთ საქართველოში 10-15 პოლიტიკური სუბიექტის შრომით მოსაწყობად მე ნამდვილად ამაზე არ მზად ვარ და არც ამით მოხდა არჩევნები ჩდება $1 მილიარდზე მეტი საქართველოში პირდაპირ უცხოური ინვესტიცია წლის განმავლობაში შეადგენს დაახლოებით $2 მილიარდ არჩევნები ნიშნავს იმას რომ 6 თვის მანძილზე როგორც მინიმუმ ქვეყანა არის საარჩევნო ციკლში და საარჩევნო ციკლი ნიშნავს იმას რომ ყველა ინვესტორი ამ 6 თვის განმავლობაში ერიდება ქვეყანაში შემოსვლასერიდება ფულის ჩადებას eriდება ინვესტიციას და თუ $2 მილიარდს გავყოფთ 2-ზე დაახლოებით გამოდის რომ ეს არის პოტენციურად დაკარგული $1 მილიარდი ანუ არჩევნების ფასი არ გახლავთ მხოლოდ საარჩევნო კომისიის ხელფასი ეს არ გახლავთ მხოლოდ საარჩევნო კამპანიის თანხა არჩევნების ფასი გახლავთ ის რომ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ქვეყანა გადადის სპეციფიურ რეჟიმში როდესაც ნებისმიერი ინვესტორიერიდება ქვეყანაში შემოსვლას და თანხის ჩადებას სანამ არ მორჩება არჩევნები მინდა საინტერესო რამე გითხრათ სხვა შორის ეს ჩვენ დღეს გავამზეურებთ ევროპაში საუბარია იმაზე რომ პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით საქართველოში მოზიდულ იქნა $500 მილიონზე მეტი ინვესტიცია ბევრად მეტი $500 მილიონზე ეს არის სარეკორდო მაჩვენებელი საქართველოს ისტორიაში არც ერთ კვარტალში ესეთი დიდი მოცულობის საინვესტიციო რესურსი არ მოზიდულა თან ეს მოიზიდა ბევრ სექტორში ბევრი ფორმით ძალიან ბევრი სხვადასხვა ინვესტორისაგან ანუ მთლიანად ეკონომიკაში ეს საინვესტიციო უზარმაზარი აქტივობა მიდის